ზუსტად დღეის წორს 1944 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაფუძნდა. მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ფონდის მენეჯმენტს იუბილე და კიდევ ერთხელ უსურვოთ ჩვენს ქვეყანას ფონდთან კიდევ უფრო მჭიდრო და საინტერესო კოლაბორაცია. როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკვე წლებია 32 წელია საქართველოსთვის ითვლება საიმედო პარტნიორად, როგორც აკრედიტების ნაწილში, რეკომენდაციების და მათ შორის ინსტიტუციონალური განვითარების ჭრილში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ულოცავ საერთაშორისო სავალუტო ფონდს იუბილეს. დავიწყოთ დღევანდელი გამოშვება ძალიან საინტერესო ფორმატი გელით წინ. ძალიან საინტერესო 1 საათიელის ჩვენს მრავალრიცხოვან და ფართო პუბლიკას წინ და გამოშვებას ვიწყებთ პირდაპირ ჩართვით არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან, საიდანაც ჩვენი პარტნიორი მათე მოტორსის დამფუძნებელი ბატონი გელა ბარკალაია გვერდება, რომელიც საქმიანი ვიზიტით იმყოფება დუბაიში, უფრო კონკრეტულად არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან ჩაგვერდება ახლა ბატონი გელა. მოგესალმებით ბატონო გელა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. სხვათა შორის გუშინ წინ უყურებდი და უკვე მოასწარით და ერთ-ერთ საინტერესო მედია ბრენდს უკვე მიეცით ინტერვიუ, საუბარი მაქვს მედია ბრენდზე, რომელსაც ბიზნესის საღამო ქვია და ძალიან საინტერესო ფორმატია სხვათა შორის. რა თემებზე გაკეთდა ძირითადი აქცენტი ამ ინტერვიუში, სხვათა შორის კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენს მრავალრიცხოვან აუდიტორიას და შემდეგ უკვე გადავიდეთ იმ თემაზე საუბრით, რა მიზნითაც ხართ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში საქმიანი ვიზიტით იმყოფებით. მათ კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს აუდიტორიას, მაგრამ გისმენთ ყურადღებით რა ძირითად აქცენტებზე გაკეთდა საუბარი საკმაოდ ცნობილ მედია ბრენდთან ინტერვიუში. მოგესალმებით ბატონო სერგო, მოგესალმებით სანდრო საქართველოს მოსახლეობას უკვე დუბაიდან და ძალიან საინტერესო თემა გვექნება დღეს, აი უნიშნელოვანესი თემა, ჩვენს ჯერ არ ხარ საქმის კურსში, ჩემი ამ წუთას აქ მუშაობის მიზანი არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აი თქვენ იცით, რომ დღეს საქართველო ისეთ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომ ამ საქართველოს მარტო ჩინელები კი არ არიან დაინტერესებული. ამი დაინტერესებულია თითქმის მსოფლიოში ყველაზე დიდი ორგანიზაციები, კომპანიები. აი თუ მართლა დღეს უკვე ყურადღება არ იქით მოპოვებული, რომ მართლა თუ აკეთდება დღეს სპორტი, ეს ახალი ანაკლის სპორტი ფოთში. და ვინ არის ახლა ამის გამკეთებელი? ხო, საქართველოში ესეთი დიდი პროექტები უნდა ხორციელდებოდეს. და ვინც გააკეთებს, ხო, რა მნიშვნელობა ვინ გააკეთებს, თავარია გააკეთოს ისეთ ადამიანმა, რომელიც რეალურად შეძლებს ამის გაკეთებას, ხო? და ერთ-ერთი კომპანია აღმოჩნდა ამის სურვილი, რომელიც არის ჩვენი უშუალოდ პარტნიორი. წარმოიდგინეთ, სოფლიოში არის ყველაზე დიდი პორტი, შანდონ პორტს ეძახიან, ეს არის ჩინეთში. ჩინდაუშია ამათი ოფისი, ეს კეთდება სანდრო, ესენი აკეთებენ ამ პორტს და ჩემთვის რა ახლავს, ჩემთვის აი აქ არიან ჩვენი ეს ახალი ძალიან დიდი ოფისია დუბაიში, ახლა ჩვენ ვერ ხედავთ თორე აი ჩათვალე პორტს უყურება გერ პირდაპირ და აქაც დუბაის პორტია, მაგრამ ეს პატარა პორტია. მაგრამ ეს ჩინელების პორტი სოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მაგრამ დამერწმუნოს ყველა საქართველოს მოქალაქე, რომ ანაკლის სპორტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმება. და სურვილი რა თქმა უნდა გამოთქვა ჩინურმა ხარემ, რომელიც რეალურად ამას გააკეთებს. აი მთელ სოფლიოში საკეთდება ყველაზე დიდი პროექტები. თქვა ვინ აკეთებს, ვინ აღშენსრულებელი? ჩინელები. რატომ ჩინელებს აქვს ინფრასტრუქტურა ყველანაირად მოწესრიგებული? იტყვიან ორშაბათს და იწყებენ სამშაბათს. აი ნახეთ თქვენ ხედი როგორ კეთდება. ეს მარტივი არის ყვავილების გაკეთება საქართველოში. ვინ აკეთებს? ჩინელები. მოსწონს თუ არ მოსწონს ეს ვიღაცებს, ეს გზა კეთდება უმაღლეს დონეზე და მე პირადად ჩინურ მხარეს მადლობას ვუხდი ამის. ამგვარად გაკეთდა ეს სპორტიც.
1000-ობით ადამიანი დასაქმებული. ბატონო გელა, ხო არ შეგიძლიათ სხვათა შორის გაგვიმხილოთ, აი თქვენი პარტნიორების ვინაობის შესახებ, ეხლა მე მოყვებით აბსოლუტურად მსჯელობაში და გეტყვით, რომ ჩინელები ნამდვილად მოწინავეები არიან ზოგადად ინფრასტრუქტურის ფორმირების ნაწილში. საკმაოდ მოწინავე პოზიციებზე არიან. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრითაც, მათ შორის ტვირთბრუნვების კუთხითაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინურ-სინგაპურული კომპანია ახორციელებს ამ პროექტს, მაგრამ ძალიან ბევრს დააინტერესა ეხლა ცხადია იმ პარტნიორის შესახებ ინფორმაციამ, რომელი პარტნიორის თქვენ გყავთ, ეხლა საკმაოდ სოლიდური პარტნიორები გყავთ და მე მინდა რომ აი რამდენიმე სიტყვით გითხრათ ზოგადად მათი ვინაობის შესახებ და კონკრეტულად მათი ინტერესების შესახებაც რეგიონის და საქართველოს ჭრილში. ბატონო სანდრო, უყურეთ, ჩვენი პარტნიორი არის ლუი ჯვან. ეს არის ჩინელი პიროვნება, აი მოწესრიგებული, რომელიც აი ამ კომპანიაში არის დირექტორად მუშაობს. და წარმოიდგინეთ თქვენ, აი ამის პროექტით კეთდება ეს ფოჩი, ეს ძალიან დიდი ინვესტიცია და პორტიც და ანაკლიაში რა, მაშინ ანაკლიაში. რაც შეეხება აი ამ შანდონ პორტს, ერთი წლის განმავლობაში გადაზიდული აქვს 38 მილიონი კონტეინერი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე. ის რო იძახიან ევროპაში ვერ შედის ჩინური საქონელი, ჩათვალე ამ 38 მილიონიდან 60-70% ევროპაშია გადაზიდული. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ყველას ისე გააკეთებენ, რომ უმყინებლად და ძალიან კარგად. აი წარმოიდგინე, რა არის ახლა ჩემი გელა მარკალაიას ინტერესი. ჩემი ინტერესი არის, მე ამ ადამიანებთან დიდი ხანია ვმუშაობ, მე ვიქნები ჩინურ ხარესთან მივმუშაებ, ჩვეულებრივად და რაღაცა ჩვენ ვამბობდით სანდრო რომ გაგვეკეთებია გაუმბაჟებელი ზონა თბილისში გვაქვს ჩვენ ამ ავტოსფეროს ვამბობ გაუმბაჟებელი ზონა თქვა გვაქვს რომელიც ამ წუთას ჩვენ გვაკმაყოფილებს და გვაქვს ნატახტარში მაგრამ ჩვენი ინტერესი რა არის ამ პორტში ჩვენი ინტერესი ამ პორტში რომ აკეთდეს ჩინური მხარი გააკეთებს ძალიან დიდ გაუმბაჟებელ ზონას რა ავტომობილების გაკეთდება ჩინეთში იცით თქვენ 1000 სხვადასხვა ავტომობილები კეთდება და ყოველდღე უმჯობესდება წარმოიდგინე შენ როგორც არის დუბაიში ანალოგი იქნება საქართველოში გაუმბაჟებელი ზონა წარმოიდგინე არის ამერიკაში არის ბელგიაში არის დუბაიში ხო აი ზუსტად მაგის მაგვარი იქნება აღონ უფრო პატარა მასშტაბით რა თქმა უნდა საქართველოში ეხა სიგნალი გაწყდა ჩვენ დაუკავშირდებით თავიდან ბატონ გელას და აუცილებლად შემოვიყვანთ პირდაპირ ეთერში კამერა ჩართეთ ბატონო გელა და მე მანამდე სანამდე დაგვიბრუნდება ბატონი გელა პირდაპირ ეთერში მანამდე მოკლე მონახაზს გავაკეთებ იმ ძირითადად პასაჟებისა რაზეც ისაუბრა მათე მოტორსის დამფუძნებელმა იქ საუბარი იყო ანაკლის სპორტის კომპონენტზე და ზოგადად ჩინური მხარის ინტერესებზე ამ მიმართულებით როგორც ვიცი გვიბრუნდება ბატონი გელა პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ მივესალმები კი ბატონო მოკლედ ესე იგი ეს არის ძირითადი სპექტრი იმ თემების რა თემებზეც იმყოფებით ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. აი მოდით ახლა უკვე გამბაჟების ზონაზე ვილაპარაკოთ, რომელიც თბილისში უნდა მოეწყოს და რომელიც თბილისში პრინციპში რომელიც უკვე მოწყობილია პრინციპში ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, აი მე მინდა გკითხოთ ძალიან მალე ქართველი მომხმარებელი, რომელიც ავტომობილების თემით არის დაინტერესებული, რას ნახავს ამ ზონაში ჩინური ავტომობილების სპექტრი ჩამოგვითვალეთ, ჩინური კონტრიბუციაც გითხარით რეალურად რა მიმართულებებით იქნება ჩინური მხარე ამ ჭრილში წარმოდგენილი და ასე შემდეგ. გითხარით ისმენთ ყურადღებით. ბატონო სანდრო, აი უყურე წარმოიდგინე ახლა მარტო აქ არ არის ავტომობილი, აი დუბაიში მაგალითად მარტო ავტომობილი არ არის არც ბელგიაში და არც ამერიკაში. აქ არის ნებისმიერი ტვირთი. აი მაგალითისთვის გერმანიიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, დუბაიდან გამოაგზავნეს კონტეინერები ტვირთი, ხო? აქ საწყობდება ეს ტვირთი და აი აქედან შეგიძლიათ აი ამ საწყობიდან ნებისმიერ ქვეყანაში გადააგზავნოთ უკვე ექსპორტზე. მივიღეთ ტვირთი დასაწყობდა როგორც დუბაიში, ისე ნებისმიერ ქვეყანაში გადანაწილდება. რა არის ახლა საქართველოს მოგება? საქართველოს მოგება არის თავისი პროცენტი და საქართველოში დასაქმდება 1000-ობით ადამიანი. და საქართველო იქნება უსაფრთხოებისთვის აი
აი გარანტია იქნება ეს სპორტული საფრთხეებისთვის, იმიტომ რომ მე არ იქნება ის შემოდის, ეს შემოდის, ორშაბათს ვიღაცას ეშინია, სამშაბათს ვიღაცას ეშინია და ამიტომ ინვესტიცია არ ხორციელდება დიდი რაოდენობით, აი ეს დამთავრდება. აი ეს სპორტი ამას ყველაფერს დააბალანსებს, იმიტომ რომ ესეთი დონის სპორტი სადაც კეთდება რომელიმე ქვეყანაში გამუშვა, ხო? იქ იქნება სტაბილიზაცია გინდა არ გინდა და არ იქნება ის რაც ხდებოდა და რაც ხდება. იქნება საქართველოს ერთ-ერთი მუნიციპალური ქვეყანა ბიზნესისთვის. სხვადასხვა თქვენ რასაც ბრძანებთ, ეს ძალიან კარგი მაგალითი არის მათ შორის იმისა, ბიზნესმა როგორ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობები და თქვენ ამ შემთხვევაში გაქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობა. დიახ, ბრძანეთ, გისმენთ. აი დღეს ხედავ ფოთში ვერ ღებულობენ ავტომობილებს, ვერ ღებულობენ ტვირთს, პრობლემები აი ამ ფოთში სპორტთან დაკავშირებით, ხო, პატარა სპორტი. აი იქ უკვე იქნება ეს ზუსტად ისე როგორც არის დუბაიში და ბელგიაში და ამერიკაში. იმ დონეზე იქნება ყველაფერი მოწესრიგებული და ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა რომ ბიუჯეტში ფული შემოვიდეს და ქართველი ადამიანი და საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანი დასაქმდეს. და რაც მთავარია სტაბილიზაცია იყოს ქვეყანაში. ახლა ჩვენ ვიძახით სულ ერთი და იგივე დუბაი რა დუბაი 1000-ჯერ უკეთესია დუბაიზე საქართველოს და ეს შანსი რატო არ უნდა გამოვიყენოთ, ხო? დღეს არის სახელმწიფოში ისეთი ხელისუფლება ახალგაზრდებით დაკომპლექტებული, რომ ამას აუცილებლად ესენი იმ დონეზე გააკეთებენ, როგორც დუბაიშია. ესე იწყება, ესე დაიწყო დუბაიც, ხო? ერთ დროს იქ არაფერი არ იყო, მაგრამ დღეს ხო ხედავ, მთელი ინვესტიცია და მთელი ფული დუბაიში შემოდის. კი ბატონო, თარმით უმეტეს, ახლა რეალურად ქართული ბიზნესისთვისაც ეს ძალიან კარგი მაგალითი არის იმისა, როგორ შეიძლება აი ეს სიტუაცია გამოიყენოს თავის სასიკეთოდ გულისხმობ რას? მეტი გადასახადი ბიუჯეტში, მეტი დასაქმებული ადამიანი და მეტი დოულათი ქვეყნის ეკონომიკაში. თანმით უმეტეს კიდევ ერთ ნიუანსს მინდა ბატონო გელა გაუსვათ ხაზი. თქვენ გაქვთ უწყვეტი მოწოდებაც მათ შორის და აი კიდევ ერთხელ მინდა რომ აი ეს მასშტაბები გავანახოთ ჩვენს მაყურებელს. თქვენ გაქვთ ავტომობილების მოწოდება როგორც ჩინეთიდან, ოფიციალური, ესე ვთქვათ, გლობალური კომპანიებიდან, ასევე არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. აქედან გამომდინარე ეს ინდუსტრიული ზონა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო, ანუ რეალურად პროდუქციის უწყვეტობასაც განაპირობებს, იმიტომ რომ რეალურად იქნება სტაბილური უწყვეტი მოწოდება. თავარია რომ საკანონმდებლო კუთხით იყოს გარკვეული პრეფერენციები მორგებული და პრობიზნესური. ხო მეთანხმებით? მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი პრემიერ-მინისტრის ხელში ახლა ეს ყველაფერი, ხო? მე ირაკლი კობახიძის არ ვიცი, პირადად არ ვიცი, მაგრამ ეს არის ის პრემიერ-მინისტრი, ახალგაზრდა განათლებული ადამიანი და მან იცის როგორ ეს გააკეთოს. ის ყველა იმ პრობლემები რაც იყო დღემდე, იმ პრობლემებს ყველას მოხსნის. ის არ არის ბევრ რამეში საქმის კურსში. მას და ჩვენ ერთად სპეციალურად გვბლოკავენ. ის მას ძალიან მალე გაიგებს ჩემგან, სხვისგან. ის რაც პრობლემები არის, ეს უნდა ყველაფერი აღმოიხრას. და უნდა დავიწყოთ სულთა ხელებით, ეს არ არის პატარა საქმე, ხო? როცა გუნდი არის ჯანმრთელი, კარგი ახალგაზრდებიდან შექმნილი, კლუბში უნდა დაიყენონ ახალგაზრდა ბიზნესმენები, საერთოდ ბიზნესს უნდა დაუდგნენ გვერდში, ამისი არ უნდა იყოს ბიზნესი, უნდა იყოს 100%-ით თავისუფალი. აგერ მიგებს ახლა მე ჩემს კაბინეტში მოვაწოდეთ ეს წიგნი, აგერ მიგებს ახლა წიგნი, აი როგორ ჩამოყალიბდა სიტყვაზე ვთქვათ დუბაი. აი როგორ ჩამოყალიბდა სიტყვაზე ვთქვათ ჩინეთი. აი როგორ ჩამოყალიბდა, აგერ წერია ყველაფერი, ხო? არ უნდა იყოს პირველ რიგში მონოპოლიზირებული ყველაფერი. ახლა რო იძახიან, აი იმ პარლამენტარის არის, ამ პარლამენტარის არის, იმ მინისტრის არის, ეს ამ მინისტრის არის. ესე არ უნდა იყოს. ბიზნესი უნდა იყოს ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, რა მნიშვნელობა თვითონ საიდან შევა, ჩინეთიდან შევა, გერმანიიდან, ამერიკიდან თუ რუსეთიდან ჩვენ ბიზნეს ვაკეთებთ, ხო? რა მნიშვნელობა საიდან მოდის თვითი იყოს კარგი მომგებიანი ქვეყნისთვის, ხო? როცა ჩვენ დავიწყებთ, რომ არა დუბაიდან არ შემოვიყვანოთ, არა ჩინეთიდან არ შემოვიტანოთ,
არა რუსეთიდან არ შეიძლება, ან იქით წაღება არ შეიძლება, ეს ჩვენ ქვეყანას დაღუპავს. ბატონო სანდრო, დაერწმუნეთ, თუ ვინმე ბიზნესი იცის, მე ვიცი და მე მალე ბატონ ირაკლისთან ერთად განვიხილავ ამ საკითხს. არავის ჩვენ არ უნდა უსმინოთ სხვას. ვინც იტყვის, რომ ჩინური ბიზნესი არ გაკეთდეს საქართველოში, ან დუბაიდან ავტომობილი, ან რამე სხვა არ შევიყვანოთ, ან რუსეთიდან რამე არ შემოვიტანოთ, ან არ გავიტანოთ, ან ევროპიდან, ეს ყველა იქნება საქართველოს მტერი. ჩვენ ბიზნესს ვაკეთებთ, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით. ჩვენ რო გვინდოდეს პოლიტიკა, ვინმე მოგვასწრებდა და რა გვაქვს პრობლემა მითხარი. რა, თუ ვიღაცა არის იმ პოლიტიკაში, ჩვენ ვერ მივიდოდით და ვერ მივიღებდით მონაწილეობას და არ გავიმაგრებდით რა. არა, ჩვენ რეალურ ბიზნესში ვინც არის, ყოველთვის ვამბობთ ერთ რამეს. რეალურ ბიზნესში როცა ხარ, არ უნდა გეშინოდეს არაფრის და უნდა აკეთოთ ქვეყნის საქმე. წაგაქცევენ უნდა ადგეთ ფეხზე და უნდა დაამტკიცო შენი სიმართლე, რომ მაგარი ხარ. მაგარი უნდა იყოს ბიზნესში, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ბატონო გელა, მოკლედ ძალიან საინტერესო ექსკლუზივებით გაჯერებული ჩართვა გამოგვივიდა. რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. მე როგორც ვიცი, რამდენიმე დღეში ბრუნდებით თბილისში და უკვე კიდევ გვექნება, რომ აი ამ თქვენს მიერ გაჟღერებულ ექსკლუზივებზე უკვე ადგილზევე ვნახოთ ეს ყველაფერი და ადგილზევე გავაშუქოთ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდ მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და უკვე რამდენიმე დღეში შევხვდებით თბილისში ერთმანეთს. რა თქმა უნდა. ბედნიერად, ბატონი გელა ბარკალაია. მადლობა, ბატონი გელა ბარკალაია, მათე მოტორსის დამფუძნებელი, საუბრობდა მონეტიზაციის პირდაპირ ეთერში არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან.